ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერმონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო თანამემამულენო. საუკუნეებიდან საუკუნეებს გადაეცემოდა მოლოდინი იმისა, რომ მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს და უწოდებს სახელად ემანუილს, რაც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი. და რომ იქნება სახელი მისი დიდისა განზრახვისა ანგელოსი, ღმერთი ძლიერი, ხელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამაი მერმეთა საუკუნეთა. 2019 წლის წინ აღსრულდა ქვეყნიერების მხსნელის შესახებ წმინდა ისაიას ეს წინასწარმეტყველება. ჭეშმარიტად ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა სულიერად თანაზიარნი გავხდეთ ენით გამოუთქმელი ამ სასწაულისა. თუმცა ღვთის დიდებას სრულად ვერადრო შეიცნობს ადამიანური გონება და ვერც იესო ქრისტეს ღვაწლს გააცნობიერებს სრულად ოდესმე. ვიცით, რომ იგი გარდა მოხდა ზეცით და ხორცნი შეისხა სულისაგან წმინდისა, რომ იცხოვრა კაცთა შორის, აღასრულა მრავალი სასწაული, მოგვცა ახალი მცნება და ჯვარს ეცვა, რათა ჩვენთვის ცხონება მოენიჭებინა. ერთი შეხედვით მარტივად ითქმის ეს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მომხდარს გამოუგნებელი რეალობის წინაშე აღმოჩნდებით. უფალი, შემოქმედი, მეორე ჰიპოსტასი წმინდა სამებისა, რომელიც მამის და სულიწმინდის მსგავსად, ხოლო საღრთო ბუნებისა იყო, ჩვენს გადასარჩენად იღებს ადამიანურ ბუნებასაც. ყოვლის შემქმნელმან, ყოვლის შემძლემ, მარადიულმა დაუსაბამომ ცხოველს მყოფელმა, კაცობრივი სხეული და თვისებები გარდა ცოდვისა მიიღო, რათა გამხდარიყო თანაარსი ყველა ჩვენგანისა და ჩვენთვის მოენიჭებინა ცოდვათაგან განთავისუფლება და განხრთობა. ამიტომაც იგი განკაცების შემდგომ თავის თავში უკვე მარადიულად ატარებს ორ სრულიად განსხვავებულ შეურევნელ ბუნებას, შეუქმნელობასა და შექმნილობას, დაუსაბამობასა და დასაბამიერობას, გარეშემოუწერლობასა და გარეშემოწირულობას. მკვდრეთით აღდგომამდე კი უკვდავებასთან ერთად ჰქონდა მოკვდავობაც, უვნებობასთან ერთად ვნებულობაც, უხრწნადობასთან ერთად ხრწნადობაც. მან ჭეშმარიტმა სიცოცხლემ მოკვდავობა იწილხვედრა, რათა თავისი უკვდავებით სიკვდილი მოეკვდინებინა, ბუნებით უხსნელმა ხრწნადი სხეული შეიმოსა, რათა ჩვენი ხრწნილება განექარვებინა, ჩვენი უგუნურება საღვთო ცოდვით განებრწყინვებინა და ცოდვისადმი მონობა ცოდვაზე მეფობით შეეცვალა. ამის ძალმოსილება მხოლოდ მას ჰქონდა, მხოლოდ მას შეეძლო თავის საღვთო ჰიპოსტასში დაეტია ერთობა ადამიანური თვისებებისაც და უდიდესი მსხვერპლის ფასად შეემუსრა ათასწლეულების მანძილზე გამრავლებული და გამოვლენილი მთელი კაცობრიობის ცოდვის სისავსე. ეს სასწაული ორ ეტაპად ხორციელდება. წმინდა იოანე დამასკელის სწავლებით პირველ ეტაპზე განკაცებული ღმერთის კაცობრივ ბუნებაში მოხდა ამ ბუნებისთვის დამახასიათებელი უმეცრების, უძლურების, არაცხოვასყოფელობისა და მონურობის საღვთო ღირებულებებით, საღვთო ცოდნით, შემძლეობით, ცხოვასმყოფელობით, მეუფებით გამდიდრება. არსობრივი თვისებების შეუცვლელად და ჩვენ ქრისტენთან თანაზიარებით მიწიერ ყოფაში მოგვეცა შესაძლებლობა ამ მადლით გამსჭვალვისა. სულიერი ცხოვრებით
მაგალითად მოიპოვება სიბნით მეტყველება, წინასწარმეტყველების ნიჭი, კურნების ძალა, სხვა სასწაულთ მოქმედებათა უნარი, რომელიც პიროვნებაში არსებით ცვლილებებს არ იწვევს. ამიტომაც ღვთის სამსაბოძვას ადვილად დაკარგავს ყველა, ვინც კვლავ ცოდვაში ჩაეფლობა. მეორე ეტაპზე, ანუ მაცხოვრის ჯვარცმის, დაფლისა და აღდგომის შემდეგ, იესო ქრისტემ თავისი განხთობილი კაცობრივი ბუნება თვისობრივად გარდაქმნა. ადამიანისეულ თავდაპირველ უცოდველ მდგომარეობას დაუბრუნა და უფრო მეტიც თითოეულ ჩვენგანს ღვთის საუფლოს მარადიულად დამკვიდრების შესაძლებლობა მიანიჭა. ასე რომ ცათაშინა დაუსრულებელი სიხარული და ნეტარება ელოდება ყველას, ვინც კი ქრისტეს გზით სვლას მოინდომებს და შესაბამის ღვაწლს აღასრულებს. ქნილებისადმი შემოქმედის ენით უთქმელი სიყვარულის ამ საოცარმა გამოვლინებამ მთელი ხილული და უხილავი სამყარო შეძრა. ანგელოზნი ღაღადებდნენ, მთავარ ანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერუბიმნი და დიდებენ სერაფიმნი. ყოველი დაბადებული დღესასწაულობ დღეს, რამე თუ ღმერთსა ხედვენ ქვეყანასა ზედა და კაცსა ცათაშინა. ქვესკნელსა ზესყნელად განგებულებით და ზესყნელსა ქვესკნელად კაცმოყვარეობით. პირველი ვინ მიახლება ბეთლემელ ყრმას, პირველი ვინ იგრძნობს, ვინ შეეგებება მომხდარ სასწაულს. ძველი ათქვის მარადიული იოსები, უბრალო მწყემსნი და წარმართული სამყაროს ბრძენი, შორეული სპარსესიდან, ასურეთიდან, უჩვეულო ვარსკვლავის მსვლელობას გამოყოლილი მოგვნი, რომელთაც საოცარი სიმბოლური შესაწირი, ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს მას. ოქრო ვითარცა მეფეს, გუნდრუკი ვითარცა ღმერთს და მური ვითარცა ღმერთკაცს, რომელიც კაცობრივი ბუნებით უნდა მომკვდარიყო და შეემურვათ. წმინდა იოანე ოქროპირი ამ სამ ძღვენში ხედავს ადამიანისთვის უმთავრეს სიკეთეთად, ჭეშმარიტ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს, რომელთა აუცილებელი ერთობაც განაპირობებს ნებისმიერი პიროვნების უფლისკენ სწორად სვლას. ინებოს ღმერთმა ჩვენც მოგვთა მსგავსად, ნელ-ნელა ავმაყდეთ გულისხმის ყოფისა და სრულყოფის კიბეზე, შევიმოსოთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, რომ ვპოვოთ ბეთლემის ბაგასა შინამწოლი იესო და გავეშოროთ უკეთურ ბრძანებებსა და მზაკრობას ჰეროდე მეფისას, რომელმაც 14,000 ყრმა მოაკვლევინა იმ იმედით, რომ მათ შორის მოაკვდინებდა ახალშობილ ძეს ღვთისას და ამით თავის ამქვეყნიურ მეფობას გაიხანგრძლივებდა. საუკუნეთა მანძილზე უფლამდე მისასვლელი გზა მუდამ ნარეკლიანი იყო, ვიწრო და ძნელად სავალი, რადგან ყოველ ეპოქას თავისი ჰეროდე ჰყავს, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად არერიდება ბოროტ, ბილწ საქმეთ, არერიდება არც უდანაშაულო ყრმათა მოწყვეტას, ოღონდ ადამიანები თავის მონობაში ამყოფოს და შემოქმედი დაავიწყოს. ჩვენ დროშიც მისი მოქმედებანი სხვადასხვა სახით ვლინდება. აბორტით მოწყვეტილ ჩულთა სისხლით შეღაღადებს, ნარკომანია, აზარტული თამაშები თუ უზნეო ცხოვრების წესით ათასობით ახალგაზრდას იწირავს და დანაშაულებანი ჩვენგან პასუხს ითხოვს. ჰეროდისეულის სული იმასაც ცდილობს, ისეთი გარემო დაამკვიდროს, სადაც მისაბაძი აღარ იქნება სხვისთვის არათუ თავის გაწირვა. ნაცვალგების გარეშე სიკეთის ქმნაც კი. მისაბაძი აღარ იქნება ზნეობრიობა და სიწმინდე და ადამიანებს დახშული ექნებათ სინდისის ხმა. ბუნებრივად იბადება კითხვა, თუ სიმართლე და სიკეთე განქარდება, ურთიერთ პატივისცემა
და პატიოსნება დაიკარგება, რაღა იქნება ჩვენი ყოფა. თუ მეგობრობა, სიყვარული და თანადგომა ადამიანთა ბუნებიდან წარიხოცება, ვინ შეძლებს ამგვარ სივრცეში ცხოვრებას? ასეთი საზოგადოება ხომ თავისთავად გახდება სიცოცხლის უუნარო და გადაგვარებისთვის განწირული, რადგან მას აღარ ექნება ძალა ბოროტების შეჩერებისა და ცოდვისთვის წინააღმდეგობის გაწევისა. ამასთან გაქრება ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. სამწუხაროდ ეს მდგომარეობა თანდათან ჩვენთანაც ფეხს იკიდებს და ხალხს შიში და უიმედობა იპყრობს. მაგრამ არ უნდა გავწყდეთ, არ უნდა დაგვაბრკოლოს არც გამრავლებულმა ღალატმა და არც გაუტანლობამ, არც შურმა და მზაკრობამ. დროა ასეთი. არსებული რეალობა უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი რწმენის დიდი გამოცდა და შევძლოთ განვეშოროთ ბოროტებას, ჩვენ და მით ჩადენილ ავსაქმეთა გამო სამაგიეროს გადახდას. ვეცადოთ არ დავკარგოთ მომავლის იმედი, არ დავკარგოთ მოყვასის სიყვარული და მისდამი თანადგომის სურვილი, არ დავკარგოთ ღირსება და ძალისამებრ ჩვენისა სიკეთით ვუპასუხოთ გამოწვევებს. შევნიშნავთ იმასაც, რომ არის დიდი მცდელობა სიტყვის თავისუფლების დამახინჯებული აღქმის გაბატონებისაც. თავისთავად სიტყვის თავისუფლება საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესი უფლებათაგანია, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს საკუთარი შეხედულებისამებრ საჯაროდ გამოთქვას აზრი და ამისთვის გამოიყენოს მასმედიაც და სოციალური ქსელიც, რაც პიროვნული თავისუფლების განცდას ბადებს და ნანახისა და ნააზრევის სხვისთვის გაზიარების შესაძლებლობას ქმნის. მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ხდება რეალობის შეცვლა და სიტყვის თავისუფლებით ბოროტად სარგებლობა. დღეს ადამიანები აღარ ერიდებიან სხვის დამცირების მიზნით მათ უსაფუძლოდ შეურაცხყოფას. სისრუე და ბილწსიტყვაობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. გახშირდა ტყუილის ყველაზე მძიმე ფორმაც, გაცნობიერებული, შეგნებული სისრუე, ცილის წამება, რომელიც ზოგჯერ სიმართლის სახელით ვირტუოზულად ისე არის შებურვილი, რომ მსმენელს თავდაპირველად მაინც შეცდომასი შეიყვანს. ამის მოქმედ ალბათ გონიათ, რომ რაკის სხვაზე ფიზიკურადაც ძალადობენ და სხეულის დაზიანებას არ აყენებენ. ეს დანაშაული უმნიშვნელოა, რა ძალიან დიდი შეცდომაა. სიტყვას უჩვეულო ძალა აქვს, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი, რადგან მას ქმნადობის უნარი გააჩნია. არის სიტყვა სიცოცხლის მომნიჭებელი და სიტყვა სიკვდილის ტოლფასი. ამასთან არც ერთი ჩვენი ნათქვამი არ ქრება და იგი ჩვენი მამხილებელი იქნება ღვთის წინაშე. მაცხოვარი ბრძანებს, ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სასამართლოში უნდა მიეცეს, ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას, რაკა სინედრიონს უნდა წარუდგეს და ვინც ეტყვის ძმას, შლეგო ცეცხლის გეენაში უნდა ჩავარდეს. იაკობ მოციქულიც მეტად მკვეთრად შეფასებას აძლევს ავის მთქმელთ. ენა ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი. ის ბილწავს მთელ სხეულს, დაუკავებელი ბოროტებაა და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და მით წყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. ასე არ უნდა იყოს. თითოეული დღე, საათი, წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი მოქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით. დროს ვერ დავაბრუნებ და მასში ვერ ჩვენს ნაკვალებს წავშლით. თუ სინანული არ გვექნა, გულწრფელი, ღრმა სინანული, აღსარება და ზიარება ღვთისგან ნაწყალობები ის საიდუმლოებებია, რომელთა ძალუც მთელი ჩვენი განვლილი არასწორი ცხოვრების და მისი შედეგების აღმოფხვრა. ცოდვის წარხოცვა,
და ახალ ადამიანად ჩვენი გარდაქმნა, განწმენდა და სულიერი ამაღლება. წმინდა იოანე ოქროპირი წერს, როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, სინანულს ვერ ავცდებით. ის, ვინც ამ ქვეყნად ცდილობს, სინანულით უწამლოს თავის სულის ცოდვით გამოვლინებებს, მარადიულად იხარებს. ხოლო ვინც ამ ქვეყნად შეხარით დროებით წარმავალ სიკეთეთ და ყველა საშუალებით მათ მოპოვებას ესწრაფვის, მხოლოდ აუცილებლად ინანებს საუკუნოდ. პავლე მოციქული კი ბრძანებს, ხორციელნი ხორცისას იზრახავენ, ხოლო სულიერნი სულისას. ხორცის ზრახვა სიკვდილია, ხოლო სულის ზრახვა სიცოცხლე და მშვიდობა. მეორე ჯულში ვკითხულობ, თქვენს წინაშე ვიმოწმებ ცას და მიწას, სიცოცხლე და სიკვდილი დავიდევი წინ. კურთხევა და წყევლა, აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენ მასთან მომავლობა. მთელი კაცობრიობის და თითოეული ჩვენგანის არსებობის არსი ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევაში მდგომარეობს. განსაკუთრებული ზრუნვა გმართებს მომავალ თაობაზე, რათა შემდეგ მათ საყვედური არ გვითხრან, რომ არ დავეხმარეთ. გაცნობიერებული ნაბიჯები გადაედგა თავისი ცხოვრების გზაზე. მე ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან და ნაწილობრივ ვიცი ის პრობლემები, რის წინაშეც დღეს საჯარო სკოლა დგას. სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფას გააზრდის და იზრუნებს მათი ავტორიტეტის ამაღლებისთვის. ასევე სასიხარულოა დაწყებით კლასებში დედაენის დაბრუნება, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია. ჩვენ მხოლოდ აუცილებელ თემებზე შევჩერდებით და ვიმედოვნებთ, ახლა ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს მას. პირველ რიგში სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ეროვნული სულისკვეთებით მოსწავლეთა აღზრდას. სასწავლო პროგრამებიდან სამწუხაროდ თითქმის ამოღებულია ჩვენი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებები. ყურადღება არ მახვილდება ჩვენი ერის გმირულ წარსულზე. არ აღინიშნება გამოჩენილ პიროვნებათა და მოვლენათა ღირსახსოვარი თარიღები. ხშირად არ ეწყობა ექსკურსიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის გასაცნობად. უნდა გატარდეს სხვა ღონისძიებების, რომ ყმაწვილებში სამშობლოს სიყვარული გაღვივდეს და ისინი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ლუყმა პურის შოვნისთვის სახლიდან გასულ მშობლებს ძალიან ცოტა დრო რჩება ჩვილებისთვის. ამიტომაც სახელმწიფომ და აქედან გამომდინარე სკოლამ უნდა იტვირთოს როგორც სწავლების, ისე აღზრდის ფუნქცია. სკოლაში საათები უნდა დაეთმოს პირად ჰიგიენას, ხელსაქმეს, სახელობო მიმართულებებს, ბუნებასთან ურთიერთობას, სოფლის მეურნეობის შესახებ ზოგადი წარმოდგენის შექმნას. უნდა ფუნქციონირებდეს მუსიკალური, სამხატვრო, ლიტერატურული წრეები. უმნიშვნელოვანესია სპორტული დარბაზებითა და მოედნებით სასწავლებლების უზრუნველყოფა და სპორტულ წრეებში ბავშვების გაერთიანება, რომ მათი ენერგია აქ დახარჯონ და ჯანმრთელ და ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბდნენ. სკოლამ უნდა ჩაუნერგოს მოსწავლეებს შრომის სიყვარული, უნარი პატიებისა და სხვისი სიხარულის გახარებისა, სიმართლის დაცვისა და მეგობრის ერთგულებისა, დაჩაგრულის თანადგომისა და საერთოდ სიკეთის ქმნისა. ამის განხორციელების შემთხვევაში შეგვეძლება ვთქვათ, რომ მოზარდებს მივეცით საშუალება ჯანსაღ თაობად აღზრდისა. შევთავაზეთ სიკეთე და სიცოცხლე, დანარჩენი კი მათ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც აღვნიშნეთ, დღეს ხშირ შემთხვევაში დედმამა შვილს ვერ აქცევს სათანადო ყურადღებას. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მშობელი ნაკლებად მონაწილეობს სკოლის ცხოვრებაში, რაც დაუშვებელია. სავალდებულო უნდა გახდეს პედაგოგებთან ხშირი შეხვედრა. მათ უნდა იგრძნონ თავისი პასუხისმგებლობა
და მასწავლებელთან ერთად ყველაფერი გააკეთონ შვილთან მიმართებაში სწორი მდგომარეობის განსაზღვრისათვის. რაც შეეხება ოჯახს, ანუ მცირე ეკლესიას, ზოგადად ყველამ ვიცით, რომ იგი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულს უნდა ეფუძნებოდეს. ყველამ ვიცით ისიც, რომ ოჯახში უსიამოვნებებიც ხდება, მაგრამ როგორც ცოლი, ისე ქმარი უნდა ეცადოს რთული სიტუაცია მალევე განმუხტოს და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, დღეისი არ უნდა დასრულდეს, რომ განაწყენებულებმა ერთმანეთს შენდობა არ სთხოვონ. გახსოვდეთ ისიც, რომ ჩხუბსა და დაძაბულობას შვილები უნდა განარიდოთ. მათი მგრძნობიარე სული მთელი სიმწვავით რეაგირებს ისეთ ქმედებებზე, განსაკუთრებით მძიმე კვალს კი მშობლების განშორება ტოვებს. სამწუხაროდ დღეს ხშირად ირღვევა ოჯახებში უმთავრესად ახლად შექმნილი. ფიქრობთ, ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ახალგაზრდები ცხოვრებისათვის არ არიან მომზადებულნი და პატარა გაუგებრობაც საკმარისი ხდება განშორებისათვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ თავდაპირველად უსიამოვნებები შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ეს არის ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დაწყების პერიოდი. ეს არის ოჯახურ სივრცეში დათმობის და ამავე დროს შენი ღირსების დაცვის, სიყვარულის გაცემის და მიღების, სხვისი და საკუთარი თავის პატივისცემისა და დამკვიდრების პერიოდი. ცოლ-ქმრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოძღვრის სკოლას. ამასთან კარგი იქნება, თუ ისინი აღსარებას ერთ სასულიერო პირს ჩააბარებენ. რა თქმა უნდა, შეიძლება სხვადასხვა მოძღვარიც ჰყავდეთ. რომ მისი საშუალებით თითოეულმა შედარებით უმტკივნეულოდ გააცნობიეროს თავისი შეცდომა და მდგომარეობა გამოასწოროს. დაეყრდენით ღმერთს, ისწავლეთ მასთან საუბარი, გადაუშალეთ გული და იგი გიჩვენებთ საოცარ მაგალითს მეგობრობისა და შეწევნისა. ცალკეული ადამიანი და მთელი მსოფლიოს დაუცველობის განცდამ სწორედ იმიტომ მოიცვა, რომ პიროვნება თავისი იმედად დარჩა და შემოქმედი დაივიწყა. ბედნიერია ის, ვის გულშიც ღმერთმა თავისი ძის სული გამოავლინა. დაღავსო იგი ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ისეთი პიროვნებებისთვის აღარ არსებობს შიში ხვალინდელი დღისა, აღარ არსებობს შიში განსაცდელისა და თვით სიკვდილისაც, რადგან იცის და სწამს, რომ ღვთის მოყვარულთ ყოველივე სასიკეთო წარემართებათ. ხოლო თუ ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ? ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენო, უკრაინელნო, რუსნო, სომეხნო, ებრაელნო, აზერბაიჯანელნო, უდინნო, ასირიელნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენ საზღვრებს გარეთ ცხოვრებნო, თანამემამულენო, ყოველნო ერნო, ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი, ჩვენს ყველა სენთა და ტკივილთა დიდი მკურნალი, ბეთლემის ბაგას ვარსკვლავი დაზდგომია, ვიჩქაროთ, რომ თაყვანის ვცეთ ჩვილი იესოს, აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს ჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელ სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს. შორებელთა და ახლობელთა გვიხმობს ღმერთი, ღმერთი ჭეშმარიტი, გვიხმობს ხანდაზმულ და ყრმებს, ახალგაზრდებს, გვიხმობს დამცირებულ და შეურაცხყოფილ, ქვრივობლებს, განსაცდელში მყოფთ, მდიდართ და გლახავთ, ჩინებულთ და უჩინოთ,ერსა და ბერს. არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი,
მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე. იესო ქრისტეს მოწყალებით, ღვთისმშობლის მეოხებით, ღმერთმა ბედნიერი შობა ახალი წელი მომადლოს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს, ყველას გისურვებ უფლის მადლით აღსებას, ღმერთს ებარებოდეთ, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა, სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, შობა ქრისტესი 2018-2019 წლები. Სათხისესწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მორწმუნეებს მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა. ჩვენთან არის ღმერთი, ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს, დღევანდელ დღეს ზეცა და დედამიწა ადიდებს ქრისტეს შობას, ანგელოზები გალობენ დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. ინებოს უფალმა, რომ მშვიდობა და სათნოება სუფევდეს ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში. მშვიდობა სუფევდეს თქვენს ოჯახებში. დღეს მრავალმა ოჯახმა ფანჯარაში დაანთო სანთელი. ეს არის სიმბოლო, რომ ჩვენ ვიწვევთ ღვთისმშობელ დედას ჩვენ სახლში, რათა ჩვენში იშვას ქრისტე. ბედნიერია ის ადამიანი, რომელშიც ქრისტე იშობა. დალოცვილი და გახარებული გავყოფოთ მამაზე ციერმა.